ვის მოქმედებენ განსაკუთრებით ნეგატიური სიტყვები. ზოგადად სიტყვები ვიცით არის მესამე სახლის თემა და მერკურის თემა შესაბამისად არიან ადამიანები, რომლებზეც სიტყვები მოქმედებენ ძალიან ცუდად, ინტენსიურად და დესტრუქციულად ხშირ შემთხვევაში, ანუ ეს ადამიანებთან უფრო მეტად უნდა ვისაუბროთ მაქსიმალურად კორექტულად, თუ დაზიანებული არის მესამე სახლი. ანუ აქ ორი ალტერნატივა არის, თუ ადამიანი პასიურია, ანუ იანის ენერგია აქვს, თუ ინის ენერგია აქვს, იმიტომ რომ თუ ადამიანი პასიურია, ესეთ შემთხვევაში თვითონ იქნება მსხვერპლი, ირონიის, დაცინვის, თუნდაც აი ეს ლანძღვაგინების ობიექტი იქნება თვითონ, თუ არის აქტიური კოსმოგრამა, ესეთ შემთხვევაში თვითონ იქნება აგრესორი და თვითონ დასცინის სხვებს და ლანძღავს სხვებს და ასე შემდეგ. ერთი მეორეს არ გამორიცხავს, ყოველთვის იქნება მეორე უფრო მეტად ძლიერი, როგორი იანის არ უნდა გქონდეს რუკა, ანუ ვიღაც იქნება შენზე უფრო მეტი იანის წარმომადგენელი შესაბამისად, ანუ ერთი მეორეს არ გამორიცხავს, როდესაც ერთი არის აგრესორი, ის იგივენაირად შეიძლება იყოს თვითონაც დაცინვის ობიექტიც. ორივე შემთხვევაში დესტრუქციული არის და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ კონკრეტულად რუკაში მიახლოებით მაჩვენებლები, ეს რა თქმა უნდა არ არის აბსოლუტური მაჩვენებელი, იქ იქნება კიდევ მაჩვენებლებიც, უბრალოდ რაც შეიძლება ესე მარტივად დანახვა. ეს არის პირველ რიგში, როდესაც მერკური დამწვარი არის. თუ მერკური არის შახტაში, იგივენაირად არაპროგნოზირებადი ადამიანი ტექსტის აღქმის დროს, მერკური თევზებში, მერკური ქალწულში ნერვიულად აღიქვამს ყველაფერს, თევზების შემთხვევაში შეიძლება ვერ არასწორად გაიგოს ნათქვამი. მერკური მეოთხეს კუსპიდზე ძალიან მგრძნობიარე იქნება, მერკური ლილითთან შეერთებაში, მერკური კვანძებთან შეერთებაში. მერკური მე-6 სახლში, მერკური მე-12 სახლში იგივენაირად იქნება ძალიან ინტენსიური მგრძნობიარე, მერკური მთვარესთან შეერთებაში. აი ეს მახასიათებლები არის ისე თუ ასე ძირითადი მახასიათებლები, როდესაც რა თქმა უნდა არის სხვა მაჩვენებლებიც, მაგრამ ეს არის ყველაზე მეტად. როდესაც გამოიხატება, როდესაც ადამიანი არის სენსიტიური სიტყვებთან დაკავშირებით, როდესაც მერკური მე-12-ში არის მისთვის ყოველი სიტყვა არის ძალიან სტრესული. იგივენაირად, როდესაც მერკური არის მე-6 სახლში, მაგრამ მე-6 სახლის შემთხვევაში ავი სიტყვები, ცუდი სიტყვები მაგალითად მოქმედებს კუჭზე, უფრო მეტად და ნაწლავებზე და ადამიანის ფიზიკურად ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ნაწლავების მიმართულებით, მე-12 სახლთან აქ უკვე არის ფსიქიკა. რომ უფრო მეტად სტრესი არის ამ ადამიანისთვის ეს ყველაფერი. ლილითთან შეერთება არის ძალიან ცუდი, ესეთ შემთხვევაში ძალიან ინტენსივი მოდის ადამიანს, რომ ძალიან თან უნდა კომუნიკაცია და თან აი ესეთი სირთულეები მოდის კომუნიკაციასთან და სიტყვებთან დაკავშირებით. კარმული კვანძების უკვე კარმული გავლენა არის სიტყვებთან დაკავშირებით. მე-4 სახლის კუსპიდზე როდესაც არის იგივენაირად სენსიტიური ადამიანის სიტყვებთან, იმიტომ რომ აქ უკვე საგვარეულო კარმა შემოდის საქმეში. იგივე აბსოლუტურად ეხება მესამე სახლის მმართველსა და ზოგადად მესამე სახლსაც, რაც უფრო დაზიანებულია მესამე სახლი, მით უფრო მეტად ადამიანი არის სენსიტიური სიტყვებთან და კომუნიკაციასთან დაკავშირებით.